ამასალის გადაღებიდან რამდენიმე საათში ირაკლი ღარიბაშვილი სუსში დაიბარეს. ამ კადრების მიხედვით სავარაუდოა, რომ ყოფილი პრემიერი სახლში საუბარს ერიდება, რადგან შესაძლოა მას მოსაშვილის 10 ნომერში მამუკა მდინარაძე საკუთარ სახლშიც უსმენდეს. ეს მასალა კი ყოფილი პრემიერის სუსიდან გამოსვლის კადრს ასახავს. ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე გვერდიან ჩვენებაში აღიარა, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავალი ჰქონდა. გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. რას ნიშნავს გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება? ხარჯავდა თუ არა ღარიბაშვილი ბიუჯეტის თანხებს და ხედავს თუ არა ის საქმეში პოლიტიკურ სარჩულს, ივანიშვილის ბრას და კობახიძის შურისძიებას. ჟურნალისტების კითხვებს ივანიშვილის ორგზის პრემიერი არ პასუხობს. ბატონო ირაკლი, ეს არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო სახსრების მითვისებასთან, გადასახადებთან დაკავშირებით ან ზოგადად სამსახურეობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. ეს დაკავშირებულია იმ პერიოდთან, როდესაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი კერძო სექტორში საქმიანობდა და ჰქონდა ბიზნეს ინტერესები. და როდესაც ის მოbrunდა, მინისტრი გახდა ისევ ხელმეორედ, ბრალდება სწორედ ამას ედავება, რომ ამ პერიოდში საკუთარი ბიზნესიდან მაინც ჰქონდა გარკვეული შემოსავალი. ეს იყო ოჯახური ბიზნესი და საერთო არ აქვს ამას ბიუჯეტთან. ბიზნესი, რომლის შესახებაც ადვოკატები საუბრობენ, ჟურნალისტებმა კარგად იციან, რადგან წლების განმავლობაში მედია ღარიბაშვილის საეჭვო გამდიდრების შესახებ ხშირად საუბრობდა. მათ შორის იმ ღვინის ქარხნის თაობაზე, რომლის არადეკლარირებულმა შემოსავალმა ორგზის პრემიერი ბრალდებულად აქცია. შემოჯახავს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური კანონიერი ბიზნეს საქმიანობა. ამის თაობას თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მაშინ ამბობდა, რომ დასამალი არაფერი იყო, თუმცა ახლა უკვე გამოძიებამ დაადგინა, რომ მათი მრავალწლიანი პრემიერი ბევრ რამეს მალავდა. ბიზნესი, რომელიც სადავო გახდა ღვინის საწარმო, ღარიბაშვილის მარანია, რომელიც ღარიბაშვილის მამამ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოფიციალურად დაირეგისტრირა. ასევე მიიერთა ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა ქართული ფესვებიც, რომელიც სავარაუდოდ კვალის ასარევად ადგილობრივ ფერმერზე ნუგზარ ალუღიშვილზე იყო გაფორმებული. სად არის ბატონი ტარი? ჩვენა უფლება გვაქვს ტარი. გასაგებია, მაგრამ ბიზნეს პარტნიორები ხარ. შაბათის ფორმულას ეს და სხვა მრავალი რეპორტაჟი სუსმა ღარიბაშვილისგან 2 წლის შემდეგ გამოიღო. ახლა უკვე ოფიციალურად გამოძიების ინფორმაციით ყოფილი პრემიერის შპს-ში ინვესტირებული იყო 3.670.172 ლარი. გამოძიების ვერსიით ირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა და წერდა, რომ ათასობით ლარს ოჯახის წევრები ჩუქნიდნენ. სინამდვილეში კი ფულს არალეგალური ბიზნესით შოულობდა. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის ახლობის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ. პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება. ირაკლი ღარიბაშვილს პასპორტი გუშინ ოფიციალურად ჩამოართვეს. ხმები კი ამის შესახებ და მისი სახლიდან გასვლის აკრძალვის თაობაზე დიდი ხანია დაიძრა. ოცნების მესიჯბოქსში ხშირია სიტყვა ღალატი. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილს ოცნებისთვის არ უღალატია. ღალატობს ქართულ ოცნებას ირაკლი ღარიბაშვილი? არა. კვლავ მისი მხარდამჭერებს. დიახ, რა თქმა უნდა. ამ ლექსუს, რომლითაც სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილი მიდის, სავარაუდოდ მალე ჩამოართმევენ. ეს მისი ავტოპარკიდან ერთ-ერთია, რომელიც 2023-24 წლებში შეიძინა, თუმცა სხვის სახელზე დაარეგისტრირა. გამოძიების ინფორმაციით ყოფილმა პრემიერმა 2 ავტომობილში 433.630 ლარი გადაიხადა, ასევე 210.000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი.
ლოდებით რომ ბატონ ტარიელთან მივა გამოძიება, მივა იმ ადამიანებთან ეს კითხვები გამოძიებას უკაცრავად. იყო კითხვები დასმული მათ თაობაზეც? ეს კითხვები გამოძიებასთან. რა თქმა უნდა, იყო კითხვები და გასაპასუხე. ყოველთვის ყველა კითხვას ამობწურავად გასახოს და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილმა ვინმეზე ითანამშრომლა. ასეთი ბუნებაში სახელი გვარები და ბუნებაში არ არსებობს. არა. არავის არც მაღალჩინოსნები არც იცით რატომ არ დაასახელა? არავისთან არ ქონია არანაირი დანაშაულება. მარტო ჩადიოდა დანაშაული? რა დანაშაული ჩადიოდა? საკუთარი ბიზნესი რო ქონდა და ის რაც გადავიდა ყოფნის პერიოდში. ამიტომ მაღაზი აგებს პასუხს. უცნობია დაინტერესდება თუ არა გამოძიება ტარიელ ღარიბაშვილით, თუმცა ცნობილია რომ გაიჩხრიკა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სახლი. მას სხვა საქმეზე ბრალდებული სტატუსი აქვს. ის ღარიბაშვილის გარემოცვის წევრია და მის ოჯახს ჰესების ბიზნესი ყოფილი პრემიერის ცოლის ძმასთან აქვს. თუმცა შაბათის ფორმულას ინფორმაციით გამოძიებას არ გამოუკითხავს თავად ლექსო თამაზაშვილი და არ გაუჩხრიკავს მისი საცხოვრებელი სახლი. გაჩხრიკილი იქნა მხოლოდ მისი ოჯახის წევრები აი ამ თვალსაზრისით ეთყობა ბიზნესთან ვინც იყო დაკავშირებული ლექსო თამაზაშვილი არანაირ ჰესების ნაწილში არ იყო კითხვა. არა, არ იყო. ირაკლი ღარიბაშვილი მეორე პრემიერ-მინისტრია, ვისაც ოლიგარქის კარზე ბრალი წარუდგინეს და ასამართლებენ. ოცნებიდან პირველი უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. მას საპატიო დახვედრა მოუწყვეს საქალაქო სასამართლოშიც და სათადარიგო კარი გაუღეს. თუმცა სხვების მსგავსად მასაც ცენტრალური შესასვლელით უნდა ესარგებლა და სპეციალური შემოწმება გაევლო. ვინმე წინააღმდეგ ჩვენება მიეცით? გამოძიებამ შაბათის ფორმულას ინფორმაცია დაადასტურა ღარიბაშვილის სახლიდან 6 მილიონ ნახევარი დოლარია ამოღებული, თუმცა საათები და ძვირფასეულობა ყოფილი პრემიერის სახლიდან არ ამოუღიათ, ამბობენ ადვოკატები. საათები თუ სხვადასხვა ოქროს ნაკეთობები არ იქნა ამოღებული ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ან მისი ოჯახის წევრების ჩხრეკის შედეგად, ან მათი სახლებიდან და არ ეკუთვნის არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის. ერთი ნივთი არ არის ამოღებული. მხოლოდ 6 მილიონ ნახევარი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულ საათებს, სამკაულებსა და ძვირფას ნახატებს შორის არის 2 ოქროსოდი. მათ შორის სხვაობა მხოლოდ წონაშია, ხარისხი კი უმაღლესია. შაბათის ფორმულამ ოქროს მწარმოებელ კომპანიას მილანში მიაგნო. ირკვევა, რომ ოქროს ზოდებით ვაჭრობა 5 წლის წინ შეჩერდა. მისი შეძენა ადგილზე ან დისტანციურად იყო შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ზოდები დიდი ხნის წინ არის შეძენილი. Looking for information for the gold dealer or Omnia? Do you know the address says that it's here? It's closed. Okay, how long has it been closed? Like just recently or years ago? 5 years ago. Okay. ჩნდება ეჭვი, რომ მეპატრონეს კილოგრამიანი ოქროს ნაკეთობისთვის დაახლოებით 77,000 დოლარი მინიმუმ 5 წლის წინ უკვე ჰქონდა. ზოდები და სამკაულები არა, მაგრამ 1 მილიონ 300,000 დოლარზე მეტი 74 კონვერტში დაფასოებული ფული ამოიღეს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრის კობა ხუნდაძის სახლიდან. სუსმა დააკავა მისი ბიძაშვილი ანდრია ლილუაშვილიც. მე ბავშვი მაბარია და всё მეტი არაფერი იმისიქით არც არა რა ხდება მათ. ბატონი ანდრია დაგყავთ თქვენ? მხოლოდ ბავშვი. გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი რო არის გეცოდინებათ. გამიგონია. გინახავთ ერთად ეს ორი ადამიანი? დიდი ხანი გაგრძელდა ჩხრეკა? ბიზნესმენი ანდრია ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. მრავალი წელია ის ბიძაშვილის სუსის ყოფილი უფროსის მთავარ საყრდენად ითვლება. კვლევრების მტკიცებით ანდრია შუამავლის როლს ასრულებდა ბიზნესთან და ლილუაშვილის სალარო იყო. ეგ იყო სალარო გრიგოლ ლილუაშვილისთვის და აქედან გამომდინარე ხდებოდა კრიშა ბიზნესისთვის. ანდრია ლილუაშვილი იყო გრიგოლ ლილუაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციაში ამ წლების განმავლობაში კურირებდა ყველა კორუფციულ, თაღლითურ და ესე ვთქვათ ანტისახელმწიფოებრივ ბიზნეს სქემებს. გამოძიებას ამ დრომდე არ შეუსწავლია ის ათასობით გვერდი, რომელიც დოკუმენტების სახით სავარაუდოდ გრიგოლ ლილუაშვილისგან ამოიღეს. ასევე გრძელდება მობილური ტექნიკისა და კომპიუტერული მოწყობილობების ექსპერტიზა. ჩხრეკა ჩატარდა ვანიკო და თორნიკე პარკაულების სახლშიც. ვანიკო შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ის საბას ხვიტარიძის დაკავებაში მელიქიშვილის გამზირზე მონაწილეობდა. სავარაუდოდ სუსის თანამშრომელია თორნიკე პარკაული. ძმების სახლი თბილისში გაჩხრიკა.
ჩხრიკეს ისინი ლილუაშვილის გარემოცვის წევრებად სახელდებიან. ლილუაშვილების ნათესავები არიან? აბა რანაირად აღმოჩნდნენ მათ საქმეში? ალბათ ერთ საფრთხეებია. რაიმე ფულია ამოღებული სახლიდან? არ ვიცი. რა მიმართულებით მიდის გამოძიება ყოფილი პროკურორის საქმეზე უცნობია, თუმცა ჩხრეკა ფარცხალაძის გარდა ჩატარდა მისი მეგობრის მიხეილ ჩოხელის სახლშიც. ჩხრეკის შედეგად $2,900,000-ზე მეტია ამოღებული. ჩოხელი ყოფილი პროკურორის FSB-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია. ელცენტროში ყოფილი აუდიტორის ცემის საქმეში ფიგურანტი ამტკიცებს, რომ მას შემოსავალი ბიზნესიდან აქვს და მილიონები ოფიციალურად დეკლარირებულია. ყოფილი მაღალჩინოსნების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ რომანოვ ფარცხალაძის საქმეზე გაჩხრეკილია სულ 33 საცხოვრებელი სახლი. ამოღებულია $11 მილიონ-ზე მეტი ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილ რჩეულებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.